გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობათ. ეს დათუჩასთან ვართ ისე სასტუმრო სტამბას წინ. მოიცანე 24 ნოემბერში. კი ბატონო. გეხო დავიხსოვე. Yes. მაღაზია მეომარიდან მოგესალმებით. ეხლა გადავწყვიტეთ რომ გაჩვენოთ ჟილეტის აწყობა. ბაზად გვაქვს კრაის ლეგენდარული მოდელი JPC 2.0. ეს კონკრეტული დამზადებული არის კომპანია Wotagos მიერ. ორიგინალი მასალებით, როგორიც არის ორიგინალი მულტიკამი, YKK-ის ელვა შესაკრავები, Duraflex-ის პლასმასები. ზედაც აწერია, ხო, მაგის გარეთ დამზადებული. რა, არა. ამებს არ აწერია. კაი, მოკლედ, ბაზა როგორც გითხარით, ეს ჟილეტი გვაქვს, უკან დავამაგრებ ზურგჩანთას, ბექპეკი მინიმეპი ქვია ამას. არის ზურგჩანთა და ასევე ჰიდრატორის სადარებელი. ჰიდრატორით შევდოთ მე რომ გავიწყდეს. ვა, ჰიდრატორით ვა. ეხლა წინ სამჭიდროდ გამოვიყენებთ ესეთ რეზინის სამჭიდრებს, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული და დაბალი პროფილის. ასევე დავკიდევთ დონგლერ ფაულს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთების შესაყრელად და ასევე ტურნიკეტის დასამაგრებლად, სამედიცინო ჩანთათაც შეგვიძლია ვიხმაროთ. ორმაგი სამჭიდე, რომელიც ბევრი დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად smoke, საკვამლე კოჭის ჩასადებად, დამატებითი მჭიდების სატარებლად ან სხვა ნივთების. რადიოს ფოუჩი, ზოგადი დანიშნულების ფოუჩი და ადმინ პანელი. ეხლა ამას ჩვენ დავიწყებთ. ვიდეო ძალიან გრძელი რო გამოვიდეს, აწყობის მომენტს ავაჩქარებთ ხოლმე და საბოლოო შედეგსაც მე გაჩვენებთ აწყობილსაც, ტანზით ჩავიწყებთ. გახტუ. ისინი რა ქვია, ხუმბარის ფოუჩები საკეთხო ჩვენ თუ არ უნდა და ისეთი ეს არის ფლეშბენგის ფოუჩი. აი ესენი არის იმბარის ფოუჩები, M1 არის, ვალები, რომელი ამერიკული M1. M1 გრანატის ჩასადებებია. ნუ აქსესუარები ბევრი გვაქვს, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ესე აგვეწყობა. ბევრი კონფიგურაცია შეიძლება გამოვიყენოთ. ნუ ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები კონფიგურაცია ესე. მოდი ახლა ამ რაღაცებს ესე. ეხლა ვთქვათ რა ჯდება თუ მე ესე გავყიდით. ნუ მე საბოლოო ჯამში დავითვალოთ, ხა ზეპირებს ამახსოვს უბრალოდ რა ჯდება. დავითვალოთ. და მის მიხედვით პირველ რიგში მოდი დავაკრათ ჩვენ დანგლერი. მე წამოვწევ ეგ დუბლერის ფოტოშოპის. ეს არის Ape Force კი არის დამზადებული, Heli Strategic-ის მოდელია, ძალიან მაგარი დანგლერია. ეხლა ჩვენ გვინდა ამის სტრაფი ჩამკეტები ხო გვერდები. გვაქვს კი, შეგვიძლია შევუცვალოთ ეგეც. ეგეც გვაქვს, მაგრამ ზოგადად მე უფრო მირჩევნია ხოლმე რომ შევცვალო მთლიანად კამერბანდი, რომელიც პირდაპირ სწრაფს ახსნებია. ეს კამერბანდის შეცვლილი კამერბანდები ამ წუთას ადგილზე არ აქვს, მაგრამ შეკვეთით შეგვიძლია ნებისმიერი კამერბანდის ჩამოტანა. ესე იგი სამჭიდე და დონგლერი უკვე დამაგრებულია. ეხლა დავამაგროთ ჩვენ ადმინ პანელი. ეს მამაკაცური სახებია. ბატონო. ამ კამერბანდებს იძახიან ჩონჩხის ფორმის გადაყავს. შეულებრივი მოლია ესეც, აქ ორმაგი არის და ამაში უნდა გავატაროთ. შეგიძლია ამაზე პირდაპირ ამაზე ვისქელი ისინი და მაგრამ როგორც ვიცი, კევლარის ფიფიტები რო იდება, ხო ის ტიპური. ან სპეციალური ჩანთები არსებობს, რომელიც ამაზე მოლეთი მაგდება და მე და იმაში იდება უკვე საიდ პლეიტები 6 ინჩი 8 ინჩზე. ნუ სხვადასხვა ზომები არა, ძირითადად გავრცელებული ეგარი. აი ამ ჟილეტის ბაზას კი შეგიძლია მძიმე ჯამში. ძალიან ხშირად ხვდები შეცდომას. როცა რაღაცა მოლეს აყენებენ, მოლე პანელზე აყენებენ აქსესუარს, ფოუჩს, პირდაპირ აქ გაატარებენ თავიდან ბოლომდე და მერე ბოლოში კრავენ. ეგ არის შეცდომა. მოლე პანელი გათვლილია იმისთვის, რომ აი ესე, ასე ვთქვათ, უნდა ყველა დირქაში შაიყო. თითოს გამოტოვებით უნდა შავყოთ.
რათა იყოს ყარად მიმაგრებული, არ იქანაოს და მარტივად არ მოწდეს. ასე უნდა მივაქსოვოთ ზე, მივაკეროთ. სტროჩკის პრინციპით, როგორც მანქანა სტროჩკავს დაახლოებით ეგრე. Das ist გასაგები. ამას მე აი ხე როგორ დავაყენეთ აი ესე ყარად მაგრდება როცა სწორად არის მოლეზე დამაგრებული ჩანთა მე ეს ბოლოში უნდა ჩავაბრუნოთ უკან ფაუჩი და დამთავრებულია Reklamučra. იარაღის საწმენდი თოგები ჩამოგვივიდა ძალიან საინტერესო კარგი. და რატომღაც ხალხმა მე მგონი არ იცის ეს რა არის და როგორი კარგი რამეა. ეს დაინტერესება ფაქტიურად ეხლა ეცას კავშირი. არ გამოიწვია. ამისი თავარი მუღამი რა არის ხალხო, რომ საქმე გაგიმარტივოთ. ქრომირებულას და ეიარის სულას ბევრი წმენდა და რაღაცები არ ჭირდება ყოროზულ ვაზნებს არის სურით. Sara დანარჩენ ნაწილებს გაწმენთ, მანამდე ლულაში გაატარებ ზეთებიც აქვს აქ. და შემდეგ აი ამას ესე შიმრით ამხრიდან, ანუ ბორტის მხრიდან ჩააცურებ ლულაში, ეს სიმძიმე ჩამოვა გარეთ, ამას ერთხელ გამოვატარებ და აწყობ იარაღს გაწმენდილია დაყენებულია მცველზე იქნება. ნუ ერთხელ შეიძლება რამოდენიმეჯერ გაატარო. განსაკუთრებით მოსახერხებელი არის ველზე. შომპოლის და რაღაცის ტარება სამ თოქს ჩააგდებთ. ზოგადი დანიშნულების ჯიბეში და ჩაასხავ ერთი-ორჯერ გაატარებ და ლულა არის გაპრიალებული საკესალით. მოკლედ ძალიან სექსუალური რაღაცა. თქვენ თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და თუსთან გადაიხადოთ. 15 ლარი ხომართან. 15 ლარი არ არის პრობლემა და მე წავიღებ გავომადგება. აქ სამსახურს საკუბოს ამბავი ხო გაგიგეში. საკუბოს ამბავი საკუბოა ეხლა ესა. მინდა ხო რაოდენობაში გვაქვს დოხრენა შეგიძლიათ მოხვიდეთ. ზოგადად ეს მოლეს უჯრედები არის ვიწროთ შეკერილი რომ ფაუჩებმა არ იმოძრაოს და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამ ფაუჩების დაყენება, მაგრამ ჯობია ერთხელ იწაოდა. ხონდეს საიმედოდ, ვიდრე იჩქარო, თავიდან ბოლომდე გაატარო. და ბოლოში შეკრა და მე აღმოაჩინო ცოტა ხნის შემდეგ რომ 1-2 კილომეტრი გაიარო ასწავლებაზე ნაბიჯი გადადა. ფაუჩი აღარ დაგაგზედ. ჭიჭი რაიქ. როგორც ერთ სულიერს მოვიდა რა და ეზარა სამჭიდეს რეზინის მოჭერა და ერთად ფიც ეძებდა. იმედა. წინ გვაქვს სამი ცალი. სამიანი სამჭიდე უფრო სწორად. რომელშიც შესაძლებელია მოთასდეს როგორც ეიარის მჭიდები, ასევე აკა სისტემის მჭიდები. ასევე შეზესწრებები. რეზინებზე არის და ფართოვდება ჭიდის შესაბამისად.
კერძზე არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენი ქვეყნის დროშა. Of course, yeah. ესენი არ აღჭირდება. ესე. როგორც გითხარით, მარცხენა მხარეს დავაყენეთ რადიოს ფაუჩი. ნე ესეთი. მარჯვენა მხარეს გვაქვს ზოგადი დანიშნულების ფაუჩი, ჯონგლერი, სამჭიდროები, ადმინ პანელი. აბა ეს რაც თუ შეიძლება ჯარისკაცებს დაინტერესებთ, ჰარისი თუ ეტევა შიგნით, იმიტომ რომ ჰარისი არის ზედგამოჭრილი. თოყვი არის გასადინებული უბრალოდ. თავს გავადი. ეს გადიდები არის. ჩემო სამხედრო მეგობრებო, ჰარისის 5-ვატიანი რადიოსადგურის ზომა ეს ბაოფენგი და იდეალურად ჩდება ალბათ დამეთანხმებით. ყველა ყარი. ზურგზე დამაგრებული გვაქვს ზურგჩანთა. ეხლა შეგვიძლია გადავიცოთ მოკლედ აი ესე გამოვიდა ჟილეტი. ახლა დავაწყეთ. რეალურად შვენიერი. ჩემთვის სრულიად საკმარისი არის ჟილეტზე რაც აყენია. გააჩნია დავალებას, გააჩნია ადამიანის გემოვნებას, როგორც გითხარით, ეს არის ლეგო. როგორც გვინდა ისე შეგვიძლია გადავაწყოთ რა. ჩემი ყველა ჟილეტი თითქმის ამ კონფიგურაციით არის აწყობილი. რაღაცები შეგვიძლია ვცადოთ. ესე ერთი ჩანთა გვაქვს. აქეთ დიდი სამჭიდრე, ის პაუჩი, ზოგადი დანიშნულების ჩანთა და უკან ზურგჩანთა, რომელშიც შესაძლებელია მოთხოვდეს ბევრი ნივთი, ასევე ჰიდრატორი შეგვიძლია ვატაროთ. ამ კონფიგურაციის ჰიდრატორის ჭრილებიც ხო. ამ კონფიგურაციის აწყობა დაახლოებით ხდება 500-550 ლარი. ეს არის ფასი ჯავშანფილების გარეშე. თუ ჯავშანფილებიც გინდათ რომ ჩადოთ 750 ლარი დაემატება ჯავშანფილების წყვილის ფასი. აი აქ ნახეთ 1000 რაღაც საგატასაღები. თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეოს კომენტარებში დაწეროთ ნებისმიერი ნივთი და ჩვენ მასზე შემოგთავაზებთ ვიდეო განხილვას. იარაღის საწმედი ზეთები გვაქვს, მათ შორის 12 კალიბრიანისთვის, იასამნისფერია ხო 12 კალიბრია ეს. აი ყვითელია. გოდიშტა ეს. ეს არის ნამწის მოხსნელი, ეს არის სპილენძის მოხსნელი, ეს არის უნივერსალური საწმენდი, ეს არის უბრალოდ ზეთი და ამ ხსნარების გამანეიტრალებელი ამავდროულად. კი ბატონო, ანუ ახსენეთ თუ გაწმენდათ, ეს ჭირდება დიდების ფასი არის 25 ლარი, სულ ყველასი პატარასია 15 ლარი და ქართული წარმოება რაც თავარია. ხო 12 კალიბრიანზე ჭირს ხოლმე შეგინდა ემესი ნამწვის და ნაგლესის სპიჟები, რასაც გლესავს პლასმას სპიჟები ლულაში, იმის მოცილება და ეს იდეალური საშუალება მაგისთვის. კავშირის საშუალება ასე შემდეგ. კავშირის დასასრული. ფილების გამძლეობაზე კიდე გვერდზე რო გადახვალთ დევს ტესტის ვიდეო. არხი გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დათოს Facebook გვერდზე და ბევრი საინტერესო რამე იქნება.